აბა დილამში ტოკისა ყველას მეგობრებო. მე გამოვედი ჩემს აივანზე. უნდა მივიწყო ყავას ლამაზი ჭიქით. გეახლებით დილის უნალიქო ყავას. როგორ ხართ აბა? მე მგონი გვერდზე ზაფხული გამოვიდა ამინდები როგორც იქნება. ეხლა თქვენ კომენტარებს ვნახულობ და ვაგულებ. დიდი მადლობა ამდენი თბილი სიტყვისთვის. გაიხარეთ, კარგები ხართ ყველანი. ჩამოთხელდი სახესეო. მაიამ წერს. კი, სხვათა შორის მიცვეთყობ. კარგად დავიგელი. ეს პერიოდი, რაც დავდივარ ხოლმე, ცოტა აქტიურად ვარ და აშკარად მოქმედებს ძალიან. ანუ მარტო კვება არ არის, ზოგადად ხა მე ისედაც ინტუიციური მჭამელი ვარ. დიდად არ მაქვს ეს კვებითი აშლილობები და რაღაცაები, მაგრამ ეს მოძრაობა ალბათ უფრო მამატებინებს ხოლმე წონაში. მე ისე ვთვლი და ხანდახან კვებითაც შეიძლება რაღაცა მივამატო ხოლმე და ვატყობ ჩემ თავს, რომ როგორც კი ვიწყებ ესეთ აქტიურობას, სიარულს, ეგრევე ქვემოთ ჩამოდის ხოლმე ჩემი წონა. ასე რომ ეხლა აპრილიდან ძალიან გავაქტიურდი მაგ მხრივ და მართლაც 3 კილოგრამი ნამდვილად დავიკელი, ეგ ვიცი და ისედაც მეტყობა მივიზუალობებიც და ძალიან მიხარია. მთავარი ახლა ისე უკან ავაგროვო. იმიტომ რომ ხშირად ეგრე მემართება ხოლმე. დავიკლებ, მერე მოვიმატებ. აი 3 კილოგრამი სულ ესე დახტის ხოლმე. ამიტომ ხშირად არც მეტყობა ხოლმე. დიდად ესე არ ვიმატებ ხოლმე არასდროს და არც ვიკლებ. მაგრამ ზამთარში უფრო მომატებული ვიყავი ბევრად. აგვისტოში ვიყურებდი საახალწლო ვლოგს და იქ აშკარად უფრო ვარ ისეთი ლოყები მობს. ახალ წელს როგორც ხდება ხოლმე. აი მე იმედია ისმის ჩემი ხმა ცოტა ხმა და ვლაპარაკობ და თან ისა ხმაურია ქალაქის ხმები. ისმის და შეიძლება ფარავს ჩემ ხმას არ ვიცი. გამარჯობა. ილაში წავს. რაც უცხო მაწვილი მომიჯდა ჩემს მაგიტასთან. ყავს დაგპატიჟებ. მე დაგპატიჟე, იმიტომ რომ დაგიტოვე ჭიქა. მე გადავიხდი არა. ლაშას გავუმზადე ყავა. მარტო წყალი უნდა დაესხა. როგორ გეწინა? შვილი ბავშვი. ხოდა ისეთი ამბები, არ ვიცი რა ვიცი, აბა რამე ისეთი კითხვები ან თემები ჯერ არ ვიცი. რაზე ვილაპარაკო, იმიტომ რომ ძირითადად გულებს მიწერთ და ძალიან დიდი მადლობა. მაგრამ თემა ისევ არ მაქვს ლაპარაკის. მარტო ის რომ სახეზე ჩამოთხელდიო და ამწერეს და მაგაზე გავაკეთე კომენტარი. რო კითხო. ანუ მოძრაობა მშველის. ძალიან. იმიტომ რომ ხა ჭამით მისელს ბევრს არ ჭამ.
ანუ ბევრს რა ისე არასწორად რა. ზუსტად მაინც სწორად ვიკვებოდი. და ინტუიციურად. როცა მშია, მაშინ ჭამხავდა. ხოდა ძალიან მშველის მოძრაობა. მანამდე მწერს. მარტო შეგია. არა, ხო ამბობენ, რომ ეს 80-90% ყვება არის, რომ დანარჩენი არის მოძრაობა. მაგასაც ვიადოთ. ჩემ შემთხვევაში ძალიან დიდი პროცენტი, არ ვიცი რამდენი, მაგრამ ძალიან დიდი პროცენტია მოძრაობა. ძალიან მეტყობა ხოლმე, როგორც კი ვიწყებთ, ან ვარჯიში რამე დიდად არ ვარჯიშობ ხარ რაღაცებს, არ ვაკეთებ, დარბაზში არ დავდივარ, მაგრამ ჩემ ვარჯიშს ვეძახი მოკეთ სიარულს, ჩემ 8000 ნაგვს. აი ეგ ძალიან მშველის მე მაგვხრივ რა, ძალიან მაკლებინებს ყოველთვის. ოღონდ თუ სისტემატიურად ვაკეთებ. მაგრამ მე როგორც წესი აპრილობით ვაკეთებ. აპრილი, მაისი მაქვს ხოლმე, არ ვიცი, რაღაცა ჩამერთვი. ეგრე უმრავლესო ხალხი ზაფხულისთვის ემზადებიან. ხო. ზამთარში პალტოებში ვის რაში. ხო, რაღაცა мотивაციაც ეს არ აქვს და არა, ხო, მაგრამ ყოველთვის ეხლა შარშან მაგალითად ვერ მოვასწარი ზაფხულისთვის დაკვლება. გამეპარა. ივნისში დავიწყე მე მგონი თუ რაღაცა და ვერ რა ვიცი, რაღაცნაირად არ გამომიდა ესე მახსოვს, რომ შარშან ამ დროს უფრო ისე ვიყავი. წელს გამომივიდა. იმიტომ რომ წელს ლაშა ავიყოლიე. მარტო მეზარება ხოლმე, მარტო სიარული. ო, მარტო ძნელია. თან ძაღლების მეშინია ხოლმე, სიმართლე რო გითხრათ, მარტო როცა ვარ და რაღაცნაირად თორე ისე რა პრობლემა არ მაქვს, ყურსასმენს გავიკეთებ და ბუსმენ რასაც მინდა და დავდივარ და ვაკეთებ ნაბიჯებს, მაგრამ მეშინია ხოლმე მარტო. იმიტომ ლაშას შარშან ვეხვეწე მთელი წელი არაფრით არ წამომყვა. ვერ დავანებებ თავს წვადებს. ავიდან ჭირდა გადაწყვეტილების მიღებაჩის რა. რომ გაიაზრეთ რომ ეხა. ხო, დალიო, არა ჭამოკა. და რატო იცი, შენ დივაზი არ უნდა წამოწვე ტელევიზორს. ხო და შენ ისეთი ტიპი ხარ, თუ დაიწყებ, მერე ბოლომდე მიყავს და всё, უკვე ანუ არა გაქვს შუალედი, არა გაქვს ხოლმე, ან ძალიან გადავარდები ხოლმე ამ ვარჯიში და სწორყვებაში და დიეტაში და ან კიდე ძალიან აშვებული გაქვს და აი მიდი რესტორნები და შტუში. მობალანსე. ჭამა დალევა, აი, უი. ხოდა მე გეუბნები ბალანსი უნდა და არც ის უნდა მოიკლო და არც ეს. ანუ შენ ამ უფრო ცოტა ეს, მოგო ჯერ 1-2 წელი. ხო, აი ლაშა ესე არის. ამას წინათ თუ გახსოვთ აი წლების წინ ერთხელ დაიკლო ძალიან, ერთად დავიკელით მაშინაც. რავი, რამდენი კილო, 10 კილო თუ რაღაც მაშინაც 15 კილო დაიკელით, გახსოვთ? მაშინ 30 კილო დავიკელით. 125 ხო, მოკლედ, რომელიღაცა წელს, 1-5 წლის წინ დაახლოებით დაიკლო 30 კილო, აი ესე სიარულით, ყოველდღე სიარულით და ოღონდ ძალიან მკაცრი დიეტით, ხო? შენ მაინც ისე იყავი. ამან ხო არის ის დაბალანსება და ამ ეს მიყვა ესე, რომ აი წიწიბურა და ეგეთ რაღაცებს ჭამდა სულ, ხო? შაქარი საერთოდ ამოიღო და აი ძალიან მკაცრად დაიცვა რა დიეტა და მაშინ მართლა დაიკლო ძალიან ბევრი კილოგრამი და მე კარგად იყო, მე ეტყობა რომ იფიქარ, აი დავიკელი და всё და აბა ეხლა შემიძლია მივირთვა და ისე დაიწყო ეს დაგრძელა ძველი ცხოვრების წესი. ვარჯიშზე თავი არ უნდა დამინებებინა. ხო, ვარჯიშსაც თავი დაანება, ტკბილის ჭამაც დაიწყო, რავი, ჩვეულებრივად დაიწყო, მე მირთმევა ყველა. ჩვეულებრივად დაუბრუნდი 120. აი ამ 5 წელიწადში მე ესე მახსოვს, სადღაც ეგრე 2020 თუ 2021 წელი იყო რა. და ესე სადღაც 5 წელში ისევ დაუბრუნდა, ისევ იგივე წონას თითქმის რა, აი თქვად იგივეს არა, მაგრამ თითქმის იგივე. 10 კილო შემჭა. ხო, 20 კილოგრამი მოიმატა და ეხლა ისევ ესე აპირებს, რომ ესე რესკად გადავიდეს ისევ ამ სწორყვებაზე, ვარჯიშზე და რაღაცა. მეუბნები, რომ ბალანსი უნდა დაიცვა, თქო, რომ ყველაფერი ცოტა-ცოტა შეიძლება. უბრალოდ
დროში ცოტა გაიწელება, ცოტა ნელ-ნელა დაიკლებს, მაგრამ ხარისხიანად და მე ისე ადვილად აღარ მოიმაწევს და თან თავარი ის არის, რომ აი მარიტაც სულ გეუბნება ხოლმე, რომ აქ თავარია ცხოვრების წესი უნდა შეიცვალო. და აი მთელი ცხოვრება ესე უნდა იყოს და არა ის, რომ აი ხლა დავიკლებ და მე ისევ გავაგრძელებ. აი მთელი ცხოვრება უნდა შეინარჩუნებ ტემპი, რომ აი ეს ვარჯიში უნდა გაიხადო ცხოვრების წესად. და იქ ძნელია. რომ აი მთელი ცხოვრება ესე უნდა ვივარჯიშოთ ხოლმე, ვიაროთ ხოლმე საღამოობით, რა მოხდა, ძალიან კარგი ადამიანი ზუსტად. ზაფხულში კი კარგია. მასეა შექმნილი, რომ უნდა იაროს და ირბინოს ზოგადად. ზაფხულში დღიანი დიდი 9-ზე წახვალ 10-ზე, 8-ზე და ზამთარში სიცივეში. მე ზამთარში ხო, ზამთარში დეთანხმები ძალიან რთულია, მაგრამ შეიძლება ზამთარშიც რომ გამონახო. შვენი ცუდი რა არის, იცი დარბაზი არ მოყარს. დახურუსში ვარჯიში არ მოყარს. არც მე. აი გადითოდი ზამთარში წახვიდოდი და ბოლოს და ბოლოს იმ დაროშკაზე იბენდი და რაღაც. არ მოყარს დახურუსში. ხო, ხანდახან ხო, ეგ მართალია ის ამინდი არ გვიწყობს ხელს ზამთარში. ხანდახან როგორი ამინდებია ხოლმე და თბილი ქვეყნებში უნდა წახვიდე. მაგრამ მაინც უნდა ეცადო რა, ეხლა ჩვენ ვაბრალებთ ამაზე, რამდენჯერ არის რომ შრალი ამინდია ეხლა და არ მივდივართ უბრალოდ, უბრალოდ ესე არ მივდივართ, ხო? აი როცა კი არის საშუალება, უნდა ეცადო და აკეთო რა. მაგას ვფიქრობ, ეგეც ბალანსია. ზამთარში იგულო, ზაფხულში ვარჯიშობ. ეგრეთ შეიძლება. მაგრამ ისე არა, რომ წლები უნდა საქმე მიანებო თავი და მე წლები ისე იცვალო. მოკლედ ამ ცხოვრების თავი საიდუმლო არის ბალანსის დაცვა, მეგობრებო, ყველაფერში ეგრეა. ყველაფერში აბსოლუტურად. ხო და ესე და მოკლედ შარშან ამ დროს ვერ დავარწმუნე, ვერ დავითანხმე და მე თვითონ დავდიოდი, ოღონდ ძალიან ისე რა. ალაგ-ალაგ და წელს ჰოის აოცრება წელს დამთანხმდა რომ კაი ვიარო და წელს რატომ გადაწყვიტე ისე რაღაცა იყო წასწორდოდი წელიწადს ადგებოდა სასწორზე დადგა და გადაწყვიტა ბოლოს და მოკლედ ძალიან სუდად რო გავხდი გახსო ძალიან შემიმსუბუქდა ხო, ცუდად გახდი, ხო. ხო, ერთი მომენტი რაღაცა ცუდად გავხდიო, თავი დამეხაო თუ რაღაცა და მივხვდი რომ ვერ არის კარგად ჩემი საქმე. ცოტა უნდა გავაქტიურდეო. და მოკლედ ხო, დამეთანხმა და დავიწყეთ სიარული და ალაგ-ალაგ ვიცი მე როგორ არის. ალაგ-ალაგ? ხო. არ ვიცი. აგერ-აგერ. ხო და რაღაცას ვამბობ ხო და ხო მაგრამ ნახე ეს ჩემი ეს ორი უკიდურესობა რო აქვს ახლა მე კი კაი იყო ეს რომ წამომყვა როცა მე მინდოდა მაგრამ უკვე როცა მე აღარ მინდა მაშინაც მეუბნება რომ წავედით ახლა წავედით და გუშინ მზეში ვიარეთ ეგეთ მზეში აღარ წავიდეთ რა საღამოობით წავიდეთ და მოკლედ ახლა ბალანსი ამას ხო არა აქვს ბალანსი ახლა გადავიდა იმ მეორე იმაში რომ სულ უნდა იაროს სულ უნდა ივარჯიშოს არ უნდა ჭამოს არა ესე არ ვარ მეგობრებო მე ყველაფერსაც ჭამ ყველაფერსაც მივირთნე ერთი შენი წონა მქონდეს და რომ შევჭამდი გაჩვენე ხო მაგრამ ჩემთვის მაინც არის ახლა ცოტა მომეტებული მქონდა ვიდრე ვიყავი ასე რომ ესეთი ამბები მეგობრებო პურს არ ჭამ კიდე პურიც ძალიან ბევრს ნიშნავს ახლა ხო პური აი რატო დავიკელი კიდე პურს არ ჭამ რა პურს ჩვენ ჭამთ ახლა ჩვენი ნუტრიციული გიზეთი პური ჭამა პრობლემა არ არის ხო შავი დაჭრილი პური ხანდახან ჩოლური თეთრი დაჭრილი პური მაგრამ ეს დაჭრილი პური ხო იცით რა არაფერი არც გინდება ბევრი რო ჭამო არ არის გემრიელი იმდენად როგორც ხო შოთი ხო და შოთი კიდე ჩვენთან ახლოს არ იყიდება მაგრამ გზაზე უნდა გადახვიდე გზაზე გადასვლა წყვილად არ მიყვარს ხოლმე
ამიტომ აი ესე არ ყიდულობ სპეციალურად შოთის ყურებს, რომ და იმედია ვინმე არ გახსნით ახლოს აქ. ხო, იმიტომ რომ ჩვენ წინა კორპუსში სადაც ცხოვრობდით, იქ რა ვიცი, ერთი 9 საცხობი იყო გარშემო. ყველგან, ყოველ ნაბიჯზე შოთის ყურები ცხებოდა და ვერ ვუძლებდით ცდუნებას, სულ ყიდულობდით ხოლმე. და ეხლა არ არის ეგ ცდუნება, კიდე კაი და ამიტომ არ ვყიდულობ ამ შოთის ფურს, ვყიდულობ თეთრ ან ხან-ხან შავ ფურს დაჭრილს რა და რა ერთი ნაჭერი, ორი ნაჭერი გამოგვდის თითო რაღაც კერძზე და დღეში ალბათ 2-3 ნაჭერი რა ეგრე. ისიც ხანდახან არა საერთოდ. მე ვფიქრობ აი ეგეც არის. წყალს რაც შეეხება რომ ამბობენ რომ წყალი ახდუნებსო და რაღაცა წყლის დალევა საჭიროა და ხო საჭიროა, მაგრამ მე მაგალითად არ ვსვამ წყალს. მე ისე დავიკეთე წყალს არ ვსვამ. წყალს როგორ არ ვსვამ, პირს არ ვსვამ. აი 1000-ში ერთხელ რომ მომწყურდეს და დავლიო. აი უფრო ყავა, ჩაი და ეს თქო, ვიცი რომ არ შეიძლება, არ ვიცი, ყველასი ამბობს რომ არ შეიძლება, მაგრამ მე ესე ვარ, როცა აი ეგეც ინტუიციურ დონეზე მაქვს, როცა წყურია, მაშინ ვსვამ, როცა არ წყური არ შემიძლია წყლის დალევა და მომკარი. საქმე იმაშია, რომ როცა წყურია, წყალი უნდა დალიო, ყავა მია. უნდა დალიო ყავა. ხო, ხანდახან არის რომ როცა წყურია მენანება ხოლმე წყლის დალევა, მინდა რომ ყავა დავლიო გეუბნიოთ. მე ყავას ვსვამ. ხო, კიდე რა არის ეგეთი გასახდომი რაღაცები. ასე ჩვენ ვაკეთებ. ჩვენ ახლა რაღაცებს არ გვიგონებთ. სხვათა შორის საღამოს ვჭამ, ადრე მახსოვს ადრე თქო ასე დავიკელი, რომ საღამოს 6-ის მერე არ ვჭამდი და ვაიმე ის მთელი საღამო ვიტანჯებოდი, მინდოდა და არ ვჭამდი და ეხლა მარტო მასწავლო, რომ არაო დედა ეგ არაფერი შუაში არ არისო რა, ეს 18 საათიანი და რაღაცებიცო არ არისო კარგიო და ჯობიაო აი ცოტა ჭამო და ხშირ-ხშირათო და აი საღამოსაც მოიტოვო და შეჭამო, ვიდრე აი ესე არ ჭამო დიდი ხანი. და მართლა ფსიქიკისთვის კაია ეგ. საღამოს მაინც მაქვს სულ რაღაცა მოტოვებული. კალორიებს არ ვითვლი ოღონდ. ეგეც არ არის ჩემი, მე არ შემიძლია კალორიების დათვლა, მეზარება ძალიან. გადმოვწერე რაღაც პროგრამა, მაგრამ მივაგდე. სასწორიც არ მოქვს. ის ვიქია პროდუქტები სასწორი. რაღაცნაირად ისე ვხვდები რა, თვალის ზომით. ნამდვილი უნდა შევჭამო. ლაშა ჯერ ვერ ხვდება. ამიტომ არ ჭამს. არ უჭერებს თავის დიეტოლოგს. მარიტა არის ჩვენი დიეტოლოგი. კარგად ერკვევა ესეთ რაღაცებში. საერთოდ ეგ თაობა მე მგონი ძალიან კარგად ერკვევა ამ კალორიებში და კვებაში, ცილებში და ნახშირწყლებში. დაჭირდა თავებასთან. მე მაგაში ძალიან არ ვარ კარგად. თორე ჩვენ ბავშვობაში სხვანაირად იყო, რაც იყო ის უნდა გეჭამო. მოგიდანდე ჭამე, დაგეწყო მაგითო და გატყავდე მიწებს თავზე და იქ. ზეგუი არ მქონდა, ეხლა ეგ გვეთვალა. სანცილა და სახალი მიყოფილი. მისაჭმელი ხოჩეი. ხან გარეთ ჭამდით ხოლმე ალუჩას და ტყემლებს და რაღაცებს მახსოვს. ეზე. ეს სახში რაც იყო საჭმელი, მას ჭამდით. გინდა არ გინდა. ხოდა საჭმელზე კიდე დღეს ეხა არ მაქვს არაფერი, უნდა ჩავიდე და ვიყიდო რამე. ცილები უნდა ვიყიდო. ხორცი. მე ვფიქრობ ფილეს ვიყიდი ისე. ეს ფილე ყველას გიყვართ ქათმის. კი.
და რა ვიცი. ესეთი ამბები მეკუბრებო. აი, ხა წავალ ნელ-ნელა, თორე უკვე ნახე რომელი საათია. უნდა მოვასწრო გაფრთხება. წავედი აბა დროებით.